მეპატრონები და თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან დღეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მოსაუბრენ გაზრდას აპროტესტებდნენ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 8,000-დან 20,000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტოტალიზატორების, სლოტ-კლუბების და დამახასიათებელი ლატარიების მეპატრონეები გაზრდილი მოსაკრებლის გადახდას ვერ შეძლებენ. ის გამოც მათი უმეტესობა დაიხურება და თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ეს შემოსავალი ერთ-ერთი გაროა ჩემი ოჯახის ფინანსური თავის თუ ეს კანონპროექტი გავიდა და მიიღეს არა მარტო უმეტესობა 80% მაინც დავჭირეთ უმუშევრები და ელემენტარული საარსებო წყაროს ზოგი დამოკიდებულია აი ამ სამსახურზე რა. ეს კანონპროექტის დამტკიცება და გამოიწვევს იმას, რომ პატარა პოკერებზე ძალიან სათამაშო ბიზნესი დაიჩაგრებათ. ძალიან ბევრი უმუშევარი ხალხი დარჩება ეგ. მე ვმუშაობ და ჩემს უკან კიდევ 5 სტულია. სახში რომელსაც ვინახავ, აი ამ ჩემი მუშაობა. ეგ რო არ მქონდეს მე რა უნდა გავაკეთო? არაფერი. აქციაზე დღეს თვითდასაქმებულთა ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფკავშირის წარმომადგენლებიც მივიდნენ. პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას მთავრობის 18-მიანი პროგრამის წინასწარ ახდენებს, რომელიც უმუშევრობის აღმოფხვრაზე მოქალაქეთა დასაქმებას ეხება. პროფკავშირების ინფორმაციით მოსაკრებლის გაზრდის გამო სათამაშო კლუბების დახურვის შედეგად უმუშევრთა რაოდენობას კიდევ 12,000 ადამიანი დაემატება. პროფკავშირებმა პარლამენტის თავმჯდომარის და ფინანსთა მინისტრის სახელზე სპეციალური მიმართვა მიიღეს და კანონპროექტის შეცვლა იწვევს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს კურსი არის უმუშევრობასთან ბრძოლა, ანუ პრიორიტეტები, დასაქმების პროგრამა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ დროს 12,000 კაცი დაახლოებით უნდა დაწეს უმუშევრად. ხო, რაც ყველაზე მეტად გვაღლობთ იმ პროფკავშირებს ამ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ მოხდეს რაღაცა ცვლილებები, რეალურად შესაძლებელი იქნება, არც ეს ხალხი არ არის იმის წინააღმდეგი, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალობასთან ახლოს და არა ასე, რომ პირდაპირ ელემენტარულ არითმეტიკა სამჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი გაიზრდება სამჯერ, რაც არ ხდება. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს ფინანსთა მინისტრი. მისი მოადგილე ირაკლი ღვარაძე კი განმარტავს, რომ მოსაკრებლის გაზრდა მხოლოდ მცირე სათამაშო კლუბებს შეეხება. ის არ გამორიცხავს, რომ ამის გამო შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დაიხუროს კიდეც. 2005 წლის მერე გარკვეული სახეობის სათამაშო ბიზნესი ეს გადასახადი არ შეჩვეულა. ჩვენ ახლა გვაქვს წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ზედა და ქვედაზღვარი იცვლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადასაწყვეტია მე რაც დაადგინა. ეს ბიზნესი ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად განვითარდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება ეს გადასახადები გაიზარდოს. კი, რა თქმა უნდა, გარკვეული ალბათ რაღაც ნაწილი შეიძლება დაიხუროს, მაგრამ ეს ეხება მაინც მცირე ესე ვთქვათ, სლოტ კლუბები, ეგრეთ წოდებული, დიდი, სადაც ხალხია დასაქმებული, ესე ვთქვათ, თუ ან სამორინეებს, იმათ ეს არ შეეხება და ისედაც დიდი გადასახადებია საქართველოს და ის არსებობდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრების გაზრდასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს დეპუტატებს და ამ ეტაპზე უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს კანონპროექტს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. კანონპროექტი ხვალ პლენარულ სხდომაზე გადის. ჩვენ მქონდა შეკითხვის სახით შენიშნა, რომ გვაინტერესებს უფრო მეტად ფინანსური გაანგარიშება თუ რატომ იღებება 2,5-ჯერ ნებართვები ასეთ კლუბებზე, რასაც ჩვენ პირველი მოსმენის დროს სხდომაზე მოვიცემთ ფინანსთა სამინისტროს. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ამ ბიზნესის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ფინანსთა სამინისტროს შენობის პიკეტირებას გეგმავენ. საპარლამენტო უმცირესობა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. გადაწყვეტილება ფრაქციებმა ძლიერი საქართველო და ქრისტიან-დემოკრატები ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს. ირაკლი ღვარაძემ ფრაქციების წევრად 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები პირადად გააცნო. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით წარმოდგენილი საფინანსო დოკუმენტის პროექტი სოციალურ პროგრამებზე საკმარისად ორიენტირებული არ არის და ამ მიმართულებით ბევრად მეტი თანხა უნდა გამოიყო. უძლებელია მოგეწონოს და მხარი დაუჭეროს ბიუჯეტს, რომელიც არის გაცვლილი უნდა საერთო მინიმუმის სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ადამიანების და იყოს დაკმაყოფილებული. ასევე ჩვენი შეფასებით თავად ბიუჯეტი კანონის დარღვევით არის შედგენილი, მასში არ არის დეტალურად დაწერილი ხარჯები, შესაბამისად არის არაერთი თეთრი ლაქა, რომელიც ათეულობით მილიონი ლარის ხარჯებთან დაკავშირებით პარლამენტის პოზიციის შემოყალიბება ძალიან არცილებს და ჩვენ არ ვიცით და არ შეგვიძლია ვიმჯეროთ ვიდან შეტანილი კლუბაზე ამ თანხების სწორად გახარჯვის და გვაქვს შენიშვნები პროგრამულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი ეხება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების ფინანსურ უზრუნველყოფას მანქან ვესმის რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს უნდა გაუწიოს სახელმწიფოს შესაბამისი დახმარება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აისახოს ეს თანხები მეტნაკლებად, რომელიც აისახოს ცენტრალურ ბიუჯეტში. ისე ორიენტირებული სოციალურ სფეროზე განათლების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უშუალოდ ეძებათ აქციებები, უშუალოდ უწიდება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება ხდება იგივე ჯანდაცვის სფეროში, განათლების სფეროში. სახელმწიფო დამცველისებრში დღეს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის ჩვენებაში ქმნილების მისტიფიკაცია მოეწყო, რომელიც ბადრ პატარკაციშვილთან და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ სკანდალს მიეძღა. ფილმში გამოყენებულია 7 ნოემბრის იმედის დახურვის პატარკაციშვილის და კოდუას მომდევნში შეხვედრის კადრები. ფილმის ავტორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტივად დაამონტაჟა პატარკაციშვილის საუბარი და საზოგადოებას სრულ ინფორმაცია მიუწოდა. როგორც ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, ეს მასალები პატარკაციშვილის წარმომადგენლებმა გადასცეს. ფილმის შექმნილების მისტიფიკაცია მაესტროს და ტელეკომპანია კავკასიის ეთერის მეშვეობით გავა. ეს შენაწერები არის ამოღებული ოფიციალური მასალებიდან, გამოძიების მასალებიდან, რომელიც სისტემატურად საქმიდან არის, რომელიც გადაეცა დაშას. დღეს ვფიქრობ კავკასიაზე გავა და შაბათ თუშოუ იქნება კიდე მაესტრო. ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური გამოძიებები. სამწუხაროდ საქართველოში ეს არ არის, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც პრესა არის დაპყრობილი და დაუპატიურებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ვახო კომახიძეს. ეს მასალები ჩვენს გაანალიზებული გვაქვს მოხსენებაში და უნდა ვთქვა, რომ როდესაც პროკურატურა, როდესაც გამოძიება სახელმწიფო უწყებები ასე ფალსიფიცირებას ახდენენ ოფიციალური დოკუმენტის ეს დოკუმენტები და ხალხს აწვდიან დეზინფორმაციას, ხალხს აწვევენ იქ უზრებელია ველოდოთ, რომ გამოძიება დასრულდება ნორმალურად. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ გალობიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეხუთე სხდომის ოქმი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლის პროექტს მოიცავს. შერეული ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომის ოქმი მოიცავს საქართველოს აზერბაიჯანის შორის ორმხრივი ურთიერთობების ძალზე ფართო სპექტრს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისას. Чем მრავალი საკითხზე ვისაუბრეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობას ეხება, იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები განვითარდება და შეეხება გაზის მომარაგებას. უნდა ვთქვათ, რომ ნამბუკოს როგორც პროექტს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანმა გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი მოაგვარა. ჩვენ 2007 წლის იანვრამდე გაზს რუსეთს დავუყებობდით, თუმცა 2007 წლიდან აღარ ვყიდულობთ, რაც შეეხება ახალ პროექტს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება. პროტოკოლში არის საუბარი მიმდინარე პროექტებზე, იმ პროექტებზე, რომელსაც ჩვენ ახორციელებთ აზერბაიჯანის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, იყო მაგალითისთვის გეტყვით, რომ არის ასე ახალ ქალაქზე საუბარი, იმ რკინიგზის მონაკვეთზე, რომელსაც ვაშენებთ ერთად, არის საუბარი ენერგეტიკის სფეროზე, არის საუბარი ვაჭრობაზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ამ სფეროში და სხვა თემებზე, როგორც არის განათლება, გარემოსდაცვა.